ციფრები მართლაც საგანგაშოა და ამას საქართველოში ფილტვის კიბოს შესახებ ჩატარებული პირველი მასშტაბური კვლევაც აჩვენებს. რაზეც საუბარს კვლევის ავტორთან, ონკოლოგ ივანე გელძესთან ერთად გავაგრძელებ ცოტა ხანში. გადავინაცვლოთ მაგიდასთან, ბატონი ივანე გველოდება. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. მოგესალმებით, ბატონო ივანე. ჩვენი დღევანდელი თემა ეხება ფილტვის კიბოს სიხშირეს. როგორც ვიცით, ეს არის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ფილტვის კიბო. რომ გითხრათ, რამდენად მასშტაბური იყო თქვენი კვლევა და რა შედეგები აჩვენა მან? მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან საამაყო ამ გადაცემის, მართლა ძალიან საინტერესო იდეა არის და ამ გადაცემის, ასე ვთქვათ, პირველი გადაცემის პირველი სტუმარი ვარ. დიდი მადლობა ამისათვის. მადლობა თქვენ. კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო. ჩვენ წლების განმავლობაში მუდმივად სხვადასხვა კვლევებს ვახორციელებთ და ვაქვეყნებთ ამ ყველაფერს მსოფლიოს წამყვან ევროპულ თუ ამერიკულ ჟურნალებში და ეს იყო ერთ-ერთი იდეა, როდესაც ჩვენ 2 წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ძალიან დიდი კლინიკა არის, სადაც მუშაობთ კავკასიის მედიცინის ცენტრი და სხვადასხვა განყოფილებებში ხვდებოდნენ პაციენტები სხვადასხვა კლინიკებიდან იქნებოდა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებსაც უდასტურდებოდათ ან უკვე დადასტურებული ფილტვის კიბოს პრობლემებით და აი ზუსტად ეს გვინდოდა, რომ თლიანად შეგვესწავლა, რომ როგორ ხდება ეს გზა, რა ხდება, რატომ არის ასეთი პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. სწორედ ამაზე მუშაობდით ჩვენ გუნდთან ერთად 2 წლის განმავლობაში. საკმაოდ მასშტაბური კვლევა არის, 300 პაციენტამდე არის გამოკვლეული. გამოკვლევა გულისხმობდა იმას, რომ პირველად მაგალითად საქართველოს ქართულ პოპულაციაში შევისწავლეთ მოლეკულური პროფილი როგორი არის ქართულ პაციენტების, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მონაცემები როგორი არის ვთქვათ აზიაში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში თუ სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ არ ვიცოდით როგორი იყო ლოკალურად, ხო? ანუ ფილტვის კიბო ეს არ არის ერთი დაავადება, ეს არის ერთი დაავადების ქვეშ ძალიან ბევრი სხვადასხვა ბიოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად ბევრი რამ გავაკეთეთ. პირველად მაგალითად როგორი იყო ვთქვათ ეპიდემიოლოგიის დისფაქტორის და ასე ვთქვათ ბევრი სხვადასხვა მოლეკულური სიმსივნის მოლეკულური ანალიზი. შემდგომ რაც შეეხება როგორ ხდებოდა დიაგნოსტირება, რატომ იყო ესეთი გვიანი გამოვლინება, სად იყო პრობლემები და მთლიანად აი ამ 300 პაციენტში შევისწავლეთ მათი კლინიკური და პათომორფოლოგიური მახასიათებლები და ეს კვლევა კიდე გრძელდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ კითხვა გაჩნდა ამ კვლევის შემდგომ. ბატონო ივანე, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილოთ, რომ ფილტვის კიბო არ არის ყველაზე ხშირი სიმსივნე, ხო? მამაკაცებში ეს არის სიმსივნე პროსტატას, ხოლო ქალებში არის სუძოს კიბო. მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი არის სიკვდილიანობა და განკურნება არის ძალიან რთული. რა არის ამის მიზეზები და რა ნახეთ საქართველოში ამის გამომწვევ მთავარ ფაქტორად? სხვადასხვა ძალიან საინტერესო შეკითხვა, უბრალოდ ცოტა სხვანაირად უპასუხებ ამ შეკითხვას და რატო. ზოგადად რადგანაც პირველი გადაცემაც არის და სამედიცინო გადაცემებში ძალიან ხშირად ხატავენ ხოლმე ძალიან ვარდისფერი ფერებით სიმსივნეს, მაგრამ რეალურად ავტისებიანი სიმსივნეები ერთი სიტყვა ქვია თორე ძალიან ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადება არის. მაგალითისათვის, რო ვთქვათ, ცუძუს კიბო მისი გადარჩენადობა 5 წლიანი თითქმის 90%-ზე ზემოთ არის და ფილტვის კიბო, რომლის გადარჩენადობა 5 წლიანი არის ძალიან დაბალი 10% და ქვემოთ. მივხვდით ხო? ანუ თუ ერთმანეთს შევადარებთ, ერთი სახელი ქვია, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული არის. შესაბამისად, ამ შეკითხვაზე პასუხი არის, რომ ფილტვის კიბო თავისი ბიოლოგიით არის ძალიან აგრესიული სიმსივნე და ის არის ნომერ პირველი კილერი, ყველაზე სიკვდილის მაჩვენებლით პირველი დედამიწაზე და მათ შორის საქართველოში. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ პრობლემაზე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა და ამ პრობლემაზე ვმუშაობთ სულ წლების განმავლობაში და ამაზე არის საუბარი, რომ უნდა უმკურნალოთ ისეთ სიმსივნეს, როდესაც ჩვენ შეგიძლია გადაარჩინო სიცოცხლე, რა თქმა უნდა, ყველას უნდა უმკურნალოთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული დარგი ეს არის ფილტვის კიბო ონკოლოგიაში. ძირითადად რა ეტაპზე დგინდება ხოლმე დიაგნოზი, რა ეტაპზე ისმევა ხოლმე ფილტვის კიბოს შემთხვევაში? კვლევა მაჩვენა ჩვენმა და ნუ ზოგადად ამასაც მოველოდით, მაგრამ ცოტა ესეც არ იყო, რომ ჩვენმა კვლევა მაჩვენა, რომ პაციენტების წარმოიდგინეთ, რომ 77% პაციენტებისა იყო მეოთხე სტადიით. პირველადად დადგენილი ფილტვის კიბო მეოთხე სტადიით. ეს კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია და კიდევ უფრო
გაუცება გამოიწვია იმან, რომ მხოლოდ 5% იყო პაციენტების, რომელსაც პირველ ან მეორე სტადიაში დაუდგინდა ფილტვის აუთისებიანი სიმსივნე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ 100 ადამიანიდან 5 ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა პირველი ან მეორე სტადია და შესაბამისად უკვე ლოგიკურიც არის, რომ რატო არის ესეთი ძალიან დიდი სხვაობა გადარჩენადობაში. ბატონო ივანე, თქვენს კვლევაში როგორც ახსენეთ, ძალიან გვიან გინდებოდა სიმსივნე, უკვე მეოთხე სტადიაზე უმეტეს პაციენტში, ამიტომ აუცილებელია დამკვიდრდეს სკრინინგის ეფექტური მეთოდი, ხო? როგორ ფიქრობთ, თუ საქართველოში დადგება ეს კითხვა, რომ როგორ მოვახდინოთ ფილტვის კიბოს სკრინინგი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეფექტური პროექტი შემოშალოს ამის გარშემო და რამდენად შეამცირებს ეს გვიანი დიაგნოსტიკის რიცხვებს და ასევე ჯანდაცვის სფეროზე, ასე ვთქვათ, ფინანსურ ტვირთსაც გამოწვეული ამ დაავადებით. კი, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. 2020 წელს გამოაქვეყნეთ პირველად Journal of Thoracic Oncology. ერთ-ერთი კი არა, ყველაზე პრესტიჟული ჟურნალი არის ფილტვის კიბოს კვლევაში 2020 წელს გამოაქვეყნეთ Lung Cancer in Georgia, სადაც აღწერეთ ძალიან დეტალურად, რამდენად მნიშვნელოვანი არის სწორედ აი თქვენს მიერ დასმული შეკითხვა. ეს არის ჩვენაერი ქვეყნებისთვის, საქართველო ეხლა არის საშუალო შემოსავლის ქვეყანა, ხო? დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები ერთად არის გაერთიანებული და ჩვენაერი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა არის ამ ფილტვის კიბოს მკურნალობა და უმნიშვნელოვანესი არის ადრეული გამოვლენა. რატო? ერთი, ეს არის რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ყველაზე მთავარი და უმთავრესი. მეორე, ეს არის რომ ძალიან დიდი პროცენტი, როგორც აღნიშნე, გინდება უკვე შორეული სტადიით და შესაბამისად მათი მკურნალობა სულ სხვანაირად მიმდინარეობს და მიზანიც სულ სხვა არის და შესაბამისად აი ამას ავიცილებთ თავიდან, ანუ რადიკალური მკურნალობის ბევრი პაციენტი იქნება უფრო ვისი გადარჩენაც შეგვიძლია და ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, რემისიის მიღება და მესამე ეს არის უდიდესი დანაზოგი ბიუჯეტისთვის, როდესაც ვთქვათ მკურნალობ პირველ სტადიას და მეოთხე სტადიას, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა როგორც გამოსავლის მხრივ, ასევე ფინანსური ტოქსიურობის მხრივ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, რომ ფინანსური ტოქსიურობა ონკოლოგიაში არის ძალიან დიდი დარტყმა ჯანდაცვის სექტორებისთვის კი არა, მთლიანად სახელმწიფოსთვის. საქართველოში კიბოს მკურნალობას რა რთულებს? ეს მედიკამენტები არ გვაქვს, არ არის მხარდაჭერა პირობითად სახელმწიფოს მხრიდან, თუ აი ძირთად რა არის ხოლმე ამის მიზეზი? საქართველოში არ არსებობს კულტურა, რომ პაციენტმა სიმპტომების შემდგომ მიმართოს ექიმს. აი ეს კულტურა ძალიან რთული დასამკვიდრებელი ყოფილა და ამდენი წლის მუშაობის შემდგომ ხვდები, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ანუ პაციენტები მიმართავენ უკვე აი უკიდურესად მდგომარეობაში, როდესაც უკვე ხდება სისხლიანი ხველა, როდესაც უკვე ვეღარ სუნთქავენ, აი უკიდურეს მდგომარეობაში, არადა არსებობს ხო ამის უამრავი შესაძლებლობა, რომ მიმართო ექიმს. ყველანაირად აღჭურვილი არის საქართველო, იგივე რადიაციული ონკოლოგიით, იგივე ქირურგიული, ასე ვთქვათ, მონაცემებით და იგივე სამედიცინო ონკოლოგიის საშუალებებით. ის მკურნალობები, რა თქმა უნდა, სულ შეიძლება ყველაფერი არ იყოს, როგორც მაგალითად ბელგიაში ან გერმანიაში, მაგრამ ძირითადი მკურნალობა, რომელიც საჭიროა ფილტვის კიბოსთვის, ეს არის მედიკამენტური მკურნალობა, ეს არის ქირურგიული თუ რადიაციული ონკოლოგია. საქართველოში არსებობს, დიდი ხანია უკვე, დიდი გამოცდილებაც არის და სრულად ფინანსდება. საინტერესოა ძალიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კარგად დაფინანსებული სისტემა გვაქვს საქართველოში და იმედია ბევრი ამას გამოიყენებს. რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის რომ ზოგადად ონკოლოგიის დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება და გვესმის ხშირად ახალ კვლევებზე და ახალ აღმოჩენებზე, ახალი მკურნალობის მეთოდებზე. ამაზე ხშირად ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ვებგვერდზე. რომ გითხრათ, როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს სტიგმა? ეს არის დაავადება, რომელიც შესაძლებელია, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია. ანუ დაავადება, რომელიც არის ყველაზე აგრესიული, ეს არის დაავადება, რომელიც შესაძლებელია, რომ ეს თავიდან ავიცილოთ უმთავრეს შემთხვევაში. თითქმის 90%, რომელიც არის გამოწვეული არის სიგარეტით და შესაბამისად პრევენცია, ანუ თამბაქოს აგრძალვა, არ მოწევა, შესაბამისად ამცირებს წარმოუდგენლად ამ დაავადების განვითარებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჰაერის დაბინძურება, რაც სამწუხაროდ ვერც მე, ვერც თქვენ და ვერც მოსახლეობის უბრალოდ სინაწილე ამას ვერაფერს ვერ უშვებით, იმიტომ რომ
სამწუხარო ფაქტი არის, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად ქუჩაში. ბატონო ივანე, კიდევ ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. როგორც სამოტივაციო განაცხადი, ასე რომ ვთქვათ, რამდენად ეფექტური არის ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა? რომ ხალხს მიუცეთ იმის რწმენა, რომ თუ მიმართავენ ექიმს დროულად, შეიძლება ამ დაავადების გარკვეული დონით მაინც კონტროლი ან სრულად რემისიაში ყოფნა. კი. მოდი ორ მოტივაციას მივცემ, რა თქვენ შეკითხვას უფრო ასე ვთქვათ, ერთ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ესეა და ყველას მოუწოდებ, რომ მით უმეტეს თუ მწეველი ხარ, რომ თუ რაღაც სიმპტომები გაგიჩნდა, აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს, იმიტომ რომ ადრეული დიაგნოსტიკა ნიშნავს იმას, რომ მაღალი არის ძალიან შანსი, ასე ვთქვათ, გამოჯანმრთელების ამ დაავადების მართვის და მეორე თუ კი 10 წლეულების განმავლობაში ფილტვის კიბოს მკურნალობა მეოთხე სტადიის დროსაც 5 წლიანი გადარჩენადობა იყო დაახლოებით 8%, დღესდღეობით თანამედროვე მედიკამენტებით, განსაკუთრებით ტარგეტული მედიკამენტებით და იმუნოთერაპიით ეს მაჩვენებელი 25%-ს უკვე გადაცდა. შესაბამისად, თუ ძველად იყო განაჩენი და 100-დან 5 წლის შემდგომ 8 პაციენტი იყო ცოცხალი, დღესდღეობით ეს გაიზარდა თითქმის 4-ჯერ და 5-ჯერ. შესაბამისად, კიდე ძალიან ბევრი კვლევა არის, მათ შორის კავკასიის მედიცინის ცენტრში უამრავი კლინიკური კვლევა მიმდინარეობს ახალი მედიკამენტების, ახალი კომბინაციების მთელ მსოფლიოში ასევე და მუდმივად ინერგება. ვერ წარმოვიდგენდი ძალიან მარტივად 3 წლის წინ, რომ დღეს შემეძლებოდა ჩვენ პაციენტების უმრავლესობისთვის მიმეცა ის მკურნალობა, რომელიც აღიარებული არის ევროპაში თუ ამერიკაში თუ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. შესაბამისად, ეს იზრდება და უკეთესობა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დაავადება, რომლის პრევენცია შეგვიძლია მოვახდინოთ და საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობასთან სიცოცხლეს უნდა ვცეთ პატივი. დიდი მადლობა. სტიგმაზე ვსაუბრობთ და არა მხოლოდ სტიგმაზე. ჩვენი სწორედ ამ წარმოდგენას აკარწყლებს ქალბატონი ნინო მოდებაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე. ქალბატონი ნინო ექიმია, ახლა ის დროებით არ მუშაობს, ხანგრძლივი ქიმიოთერაპიის ფონზე გადაწყვეტა დროებით შეისვენოს, თუმცა სრული რემისიის ფონზე თავს ხნით გრძნობს და იმედი გვაქვს მალე დაუბრუნდება საყვარელ პროფესიას. ბევრი რამე შეცვალა ამ დაავადებამ. ცხოვრებისეული გამოცდილებაც, რა თქმა უნდა, უფრო სხვანაირად დავინახე ყველაფერი, იმიტომ რომ გიწევს ბრძოლა, გიწევს არახილულ დაავადებასთან, ანუ ბრძოლა. დაავადების შესახებ სკრინინგიდან გავეგე, კერდის სკრინინგზე დავდიოდი სისტემატურად, როგორც მიწევდა ისე. და აღმოჩნდა, რომ არის მკერდის სიმსივნე. როდესაც გადავიღეთ მკერდის კატე, აღმოჩნდა პირთვში ადენოკარცინომა და საკმაოდ დიდი. ეს იყო 9 სანტიმეტრი ნახევარი, ვაკონკრეტები, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო და თვითონაც გაოგნებულები იყვნენ, იმიტომ რომ მე არაფერი სიმპტომი არ მქონდა ამისი, აბსოლუტურად არაფერი. პირველი შეხება ამ დაავადებასთან სასიამოვნო არავისთვის არ არის და ცოტა შოკის მომგვრელი არის, მაგრამ ალბათ მაინც ისევ და ისევ ყველაფერი ადამიანის ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. რაღაცა პერიოდი გჭირდება ადამიანს, რომ გაითავისო ეს, რასთანა გაქვს შეხება. ოჯახის წევრების და ახლობლების, რა თქმა უნდა, ცოტა რთული იყო მათთვის. მაგრამ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე ალბათ თვითონაც გაითავისეს და უფრო ადვილად აღიქვეს ეს ყველაფერი. გადავწყვიტეთ, რომ სასწრაფოდ გავგეკეთებინა ქიმია, პირველი ქიმია. ვიცოდი, რომ რთული იყო და საკმაოდ მომზადებულიც შევხვდი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფსიქოტიპს დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ექიმების პროფესიონალიზმთან ერთად. ეს ექიმები არიან ფსიქოთერაპევტებიც, ბრწყინვალე ფსიქოთერაპევტები, იმიტომ რომ ისე განმაწყვეს აი ამ ქიმიოთერაპიისთვის, რომ ჩემთვის ეს ქიმიოთერაპიასთან შეხება ძალიან იოლი, ასე ვთქვათ, გამოდგა. თუმცა პირველი ქიმიოთერაპია საკმაოდ რთულად გადავიტანე. საკმაოდ რთული პროცესი იყო. ჩვენი ამოცანა იყო სტაბილიზაცია პროცესის, ანუ არ წასულიყო წინ და რაღაც მომენტში ესე რომ ვთქვათ, გასაგებიანით გაყინულიყო ეს. და აღმოჩნდით იმის წინაშე, რომ დაიწყო კლება და მეორე კონტროლზე, რომელიც გაკეთდა, დაფიქსირდა სტაბილიზაცია. ანუ
მკერდის საერთოდ აღარაფერი აღარ არის, საერთოდ სუფთა და ფილტვის ადენოკარცინომა სტაბილიზაციის პროცესშია. უკვე მეორე მესამეზე სტაბილიზაციაა. მკურნალობას განვაგრძობთ და აი დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ერთი წუთით არა ვარ პესიმისტურად განწყობილი. არანაირად არ ჩამიკეტია ჩემი სამყარო, პირიქით ხალხისთვის უფრო გახსნილი გავხდი, უფრო ვყვებოდი ბევრს ჩემ დაავადებაზე. არ დამიმალია არავისთვის, რომ დაუშვათ მე ეს დაავადება მჭირს და ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის ამაში დასამალი. ამ ეტაპზე მუშაობით ვერ მუშაობ, იმიტომ რომ ქიმიოთერაპიას მაინც მიაქვს ენერგია მეტნაკლებად, უფრო მეტი მობილიზება გჭირდება, მაგრამ ის რომ ენერგიული ვარ დაუშვათ, აქტიური ვარ, ისე ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. მინდა უსურვო ხანგრძლივი ჯანმრთელობა ჩემს უფროს კოლეგას. ბატონო ივანე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე სიახლეების და ამჟამინდელი ინფორმაციის გაზიარებისთვის. უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩვენი. დიდი მადლობა თქვენ, მართლაც ამაყუარი აქ ყოფნა და თქვენს გადაცემას უსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას და ყველა ის არაჩვეულებრივი იდეა არის და გულშემატკივრობთ და ძალიან ბევრი წარმატება თქვენ. უღრმესი მადლობა.